რომ მადა ჭამაში მოდისო და ერთმანეთის მიყოლებით რამოდენიმე როლიკი ჩავწერე, შემდეგ რა თქმა უნდა დავამონტაჟებდა სხვა პერიოდულობით გავა, მაგრამ აი ეს ჩიბუხების და რამოდენიმე თამბაქოს ბოქსინგთან ერთად კიდე მინდა შემოგთავაზოთ. ეს უკვე ნაღდი unboxing-ია, იმიტომ რომ ეს ხუთი გახსნილიც კი არ მაქვს. და ეხლა თქვენთან ერთად გავხსნი და ნახავ შიგ თავს. ვიღე ამერიკიდან სამწუხაროდ დავასრულე ამ მაღაზიიდან გამოწერა, ვეღარ გამოვიწერო ვერც მე და ვერც თქვენ, იმიტომ რომ არ ვიცი მთლიანად რეგიონს, კავკასიას და კონკრეტულად საქართველოსაც ბანი დაადეს და უბრალოდ მაღაზიაში ვერ ხვდები ვერანაირად. არ ვიწერე, რა არ უთხარი, რა ხდება ბატონო, რა დაგიშავეთ, როგორ არის და თქვენ არაფერი არ დაგვიშავეთო, მაგრამ თქვენი რეგიონიო ხდება და რა ვიცი რატო არ ხდება. უბრალოდ არა კეთილ მოკლედ რა. სამწუხარო ინფორმაცია. თორე ძალიან კარგი მაღაზია იყო და დიდი ხანია თანამშრომლობდა, რა ვიცი. ნუ ისე რა თამბაქოები აქვს. აუ ისეთი, აუ რა მიხწერთ რა, როგორი სუნი წამოვიდა კაცო. როგორი სუნელი. აუ ეს რა არის, ჰა? არ ვიცი, თაფლი და რაღაცა. მე აუ ბიჭო. არ ვიცი რა, როდესმე თუ გამოიგონე მე ტექნიკას, რომელიც აი გამოსახულებას ერთად სულსაც გადაცემს, მე არ ვიცი, უამრავი თამბაქო მქონია, მე ასეთი სურნელოვანი. რა ვიცი რა, მე ხო არა ეკაც ჩოყოლებული. ვაუ, რა მოგარი. მოკლედ მიყვეთ რიგრიგობით, მე მგონი ვიხდი რას აქვს ეს მოტუისუნებს ატესტოდ გამოვიწერე ბიჭო და ხო, მაშინ ეს ტკბილი ბოლოში. ახლა ნახეთ. ნუ ისი რა გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური თამბაქოს ნაზავი. ესეთი ფირმა არის GL Pass. ამერიკელი მწარმოებელი, საკმაოდ ცნობილი მწარმოებელია და ესი ერთ-ერთი შედევრად შერაცხებულმა Spark Plug, აი კიდეც ახატია, თუ ვიცით ინგლისური, ვინც არის ის გეტყვით, რომ ეს არის სანთებელა იმის. აუ, ქართულად. მანქანის სტარტერის, ხო? თუ როგორ არის, ძრავში რო არის. სანთებელა, რომელიც აი ნაპერწკალს იძლევა და ძრავი ფეთქდება. ძრავი კი არ ფეთქდება, აი ეს бенზინი ფეთქდება და შიგაწვის ძრავა აერაზეც მუშაობს. ნუ ახლა რომანტიკული იმის მიცემა უყვართ და წერია რომ ეს არის ინსპირირებული 60-იანი წლების ამერიკული hot rod-ებით და მთელი ამბავი. მე ახლა მანქანების და hot rod-ების და ზოგადად ავტომობილების მოყვარულ კაცს ეს არ მქონოდა კოლექციაში, შემცღვა რომ არ ვიცოდი ამ თამბაქოს არსებობას შესახებ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და რო აღმოაჩინე, იმის შემდეგ აუცილებლად გამოვიწერე და როგორც გითხარით ის სამწუხარო ინფორმაცია, რომ ამან დავსწრაშო 5-6 ამერიკულმა მაღაზიამ საქართველოს რეგიონს ბანი დაადო და ვეღარ ვახერხებ შესვლას შესაძენად, ბოლო კარგი შენაძენი გამომევიდა. არჩენი რა გითხრათ ახლა თამბაქოზე, ვერაფერს ვერ გიტყვით, სანამ არ დავაგემოვნებ და არ ჩვენებ, ნუ სტანდარტული აი ეს შეფუთვა, ამერიკაში ძალიან პოპულარული, ჩვენ მიწის თხილის შეფუთვას ვეძახი მე. ესეც არის cake, ეგრეთ წოდებული cake, ანუ ნამცხვარის ნაჭერივით ოთხკუთხა კუბიკი არის დაპრესილი ყველა მხრიდან. თვითონ თამბაქო ანუ ბევრად უფრო ბევრია, მაგრამ აი ძალიან დაპრესილი არის და პატარა ნაწილს მოვატეხთ, დავშლით, ჟანგბადზე გავაჩერებთ ერთ 5-6 წუთს მოწევამდე, ის აიღებს სხვა არომატებს და შემდეგ დავაგემოვნებთ. აუ ბიჭო, მაგიჟებს რა ეს სურნელი მოდის აქ. მეორე ეს არის ერთ-ერთი ახალი სერია სატლიფმა გამოუშვა. ჯერ აი ნახეთ რაღაც უნიკალური შეფუთვა. ხოლო და მისთვის მინის
თითქოს ჭიქა არის, აი ეს რეზინით თავსახური არის, მეტალის თავსახური, შიგნით რეზინის რგოლით, რომელიც ძალიან ჰერმეტიულად ინახავს და როდესაც ეს თამბაქო გაგითავდებათ, ეს ნაზავი გაგითავდებათ, სხვა თამბაქოებისთვის გამოიყენებთ. Briar Works არის, აი ესეთი გითხარით რომ სატლიფია, ანუ სატლიფის შვილობილი კომპანია, სატლიფმა გააკეთა ახალი ბრენდი Briar Works და უშვებს მხოლოდ აი ესეთი შეფუთვები, ჯერ 3 ტიპისას უშვებდა, ეხლა მოუმატა და ბევრი რაოდენობა აქვს. ეს არის მეგეცინებათ აი ნახატზე შეხედეთ. ბეკონით. ეხლა არ ვიცი, რატო გამოვიწერე, ხა სხვებიც იყო, მაგრამ რატო გამოვიწერე გითხრათ. აი ვერ გავიგე რა კავშირში უნდა იყოს, ან რა სურნელი უნდა მიცეს, ან როგორი უნდა იყოს ჩიბუხის თამბაქოსთან ერთად ბეკონი. ცოტა ამერიკელებიც ესეთი ხალხი არიან, ბარბეკიუ და ესენი მათ ეგზა, მაგრამ ბეკონის ბარბეკიუს და რაღაც ის აქვს და ძალიან საინტერესო, უბრალოდ ძალიან საინტერესოა. კარგი იქნება, ეხლა თუ ახლა ბეკონის და იმის გემოექნა, არ მგონი ამან გამაგიჟოს და ძალიან მომაწონოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 5 დამრჩება. დანარჩენები ძალიან სტანდარტულები იყო, ინგლისური ნაზავები რაღაცები, მაგრამ ბევრი წერდა რომ მიმსგავსებული არისო პეტერსონის გემოებთანო და არაფერს ახალს ვერ აღმოაჩენთო შეფუთვის გარდაო და აი ეს რა ვიცი აბა ნახოთ როგორი იქნება. ყოველ შემთხვევაში საინტერესოა. ჩიბუხის მოწევა საერთოდ თავგადასავალი არის და აი ამ თავგადასავალში საინტერესო ფურცელი იქნება. აი ახლა კიდე რა არის, მე ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნე და არ ვიცი ეს გავიდა უკვე, ეს დაასწრებს იმას გასვლას, ასაწონი თამბაქოები ვნახე ერთ-ერთ ფირმაში, ერთ-ერთ მაღაზიაში, სატლიფი ფირმა, როგორც გითხარით, სატლიფის მგონი სტანდარტ მიქსჩერ ვიყიდე 965 ბრიტანული, რომელიც ლიცენზიაც აქვს, მაგრამ არ აქვს ლიცენზია რომ საფირმო შეფუთვაში მოათავსოს და ყიდის აი ესეთ პაკეტებში. და ღირს ძალიან იაფი ზეჯდაბეჭდილება დამჭა რომ საფირმო შეფუთვას მიაქვს ფასის ნახევარზე მეტი. და აი ესეთი რაოდენობები აი ნახეთ 2 უნციებად დაფასოებული. ვიყიდე red wine სატლიფის, ანუ წითელი ღვინო, ძალიან საინტერესო იქნება და აი ეს რო გითხარით ის რაღაც სასწაულის სურნელება მოდის აი აქედან. კი არ თან ამ როგორ არის ეთყობა სპეციალური აპარატით. აი ეს შეფუთვაშია და ამოტომბულია აერი. მაგრამ მაინც გამოდის. დავაგემოვნებ, მაგრამ არ ვიცი რა. თუ მოსაწევად არ იქნება, მაგარი აი ესე მაინც იდოს ოთახში დააყენებს რაღაც არანორმალურად გემრიელს და მეორე 2 უნცია გამოვიწერე ისევე სატლიფის Royal Champagne. მასაც საკმაოდ ორიგინალი და სასიამოვნო აქვს. და კარგი ბონუსი. აი ამათთან ერთად კიდე 2 უნცია Royal Champagne საჩუქრად. ჯერ ვფიქრე რაღაცა შეეშალათ მეთქი. და აი ნოეში რო ჩავხედე, წერია რომ ერთში მაქვს თანხა გადახდილი და მეორეში ტირე არის გაკეთებული, თანხა არ მაქვს გადახდილი და შემდეგ იქ მითითებული იყო რომ ეს არის პრეზენტი მე როგორც მუდმივი მომხმარებელი ამ მაღაზიის, მაგრამ ამ პრეზენტს მეორე დღეს მოყვა ბანი. და როდესაც მივწერე, მითხრეს რომ თქვენ არა, თქვენ ჩვენი ძველი კლიენტი ხართ, თქვენთან ყველაფერი ბოდიში გავარკვევთ რა ხდება, რაღაც რეგიონს აქვს, რაღაც პრობლემები თქვენი რეგიონიდან ძალიან ბევრი სანქცია შემოხსლა ავია მაღაზიაში. მოკლედ თქვენთან დიდი ბოდიში, მაგრამ კარგად ბრძანდებოდეთ თუ მთლიანად რეგიონიო. და აი ესეთი. რა ვიცი, Royal Champagne კარგია რომ მაჩუქეს, თომაინც ჩუქნიდნენ red wine მერჩივნო. ძალიან ორიგინალურია. მაგრამ არომატიკებში ხანდახან არის აი ესეთი სიტუაცია, რომ დაგმოსავთ ფანტასტიკურია და შემდეგ ეძებით და სხვა რაღაცა ნახოთ, მოკლედ ყოველ შემთხვევაში ამას ყველაფერს
Გატესტვა უნდა. გავტესტავ და კარგი რაოდენობა დამიგროვდა თამბაქოების. მომავალ შეხვედრამდე.